ვაუ. სალამი მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ორ რეტინალს შევადარებთ ერთმანეთს, ერთს დასავლური ბაზრიდან და მეორეს კორეული ბაზრიდან. როგორც იცით, ორდინერის რეტინალის შესახებ უკვე მქონდა ერთი დეტალური ვიდეო, ღამის რუტინა, სადაც უფრო დაწვრილებით გესაუბრეთ ამ პროდუქტის შესახებ. თუ გაინტერესებთ ეგ ვიდეო, აუცილებლად დაგიტოვებთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში ლინკს ან ვიდეოს ბოლოს პლეილისტს და დღეს კიდევ ერთი ახალი რეტინალის შესახებ ვისაუბრებთ და ვიდეოს მეორე ნაწილში შევადარებთ, ასე ვთქვათ, ამ ორ პროდუქტს ერთმანეთს. ეს არის კორეული ბაზრიდან, როგორც გითხარით, K-Secret, ესე ქვია ბრენდს და ეს არის მათი ხაზი Soul 9088, სადაც მთელი ხაზი არის სხვადასხვა პროდუქტების, ანუ სხვადასხვა, მაგალითად ეს ხაზი არის ინსპირირებული Soul-ით, ანუ ქალაქით არის ინსპირირებული, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მაგიტომ აწერია ესე დიდი ასოებით ეს სახელი, ასე ვთქვათ, შეფუთვებს, მაგრამ ბრენდის სახელი უშუალოდ არის K-Secret-ი. სხვა პროდუქტებიც მაქვს სხვათა შორის ამ ხაზიდან შეკვეთილი და საბოლოო ჯამში, როცა იმ პროდუქტებსაც უკვე დავცლი, რეალურად მთელი ხაზის რევიუც გამოგვივა. ეს არის პროდუქტი, რომელსაც ვიყენებდი მთელი იანვრის განმავლობაში და თებერვლის განმავლობაში. ჩემთან ეხლა როცა მე ამ ვიდეოს ვწერ, არის თებერვლის ბოლო, თებერვლის 25 რიცხვი. თქვენ როდის ნახავთ ამ ვიდეოს არ ვიცი, მაგრამ ვიცი ზუსტად რომ მარტის თვე იქნება. ეხლა საჩუქრად გამომიგზავნა კიდე შეკვეთაზე სტაილვანამ იგივე პროდუქტი ზუსტად, ამიტომ ჩათვალეთ, რომ უკვე მეორე შეფუთვა მაქვს ამ პროდუქტის გახსნილი და ვიყენებ. მოდით თან მე ჩემს რუტინას მივყვები, იმიტომ რომ ეხლა გამოვედი საშხაპიდან, ჩემი თმა არ შეიმჩნიოთ, ახალ დასაყენებელ პროდუქტს ტესტავ, რომელიც დღეს პირველად გამოვიყენე. ჯერ არ ვიცი, რას ვფიქრობდა როგორ, თუ მანდ მაინც ჩემი თმა დიდად არ შეიმჩნიოთ, ეს ჩემი კომილითონე, რომელიც კორეიდან არის, ესე დადის სულ ლექციებზე. ხო ძალიან ამიყოლია. მოკეთ, არა, საერთოდ არ გავდივარ ესე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემს წინამო ცოტა დაენება სჭირდება. ამიტომ დავიწყებ მე ჩემი რუტინით, რომელზეც დიდად საუბარი მე მგონი არ არის საჭირო, ქედან გამომდინარე, რომ წინა რეტინალის ვიდეოში რა რუტინას მქონდა, დაახლოებით იგივე რუტინა მაქვს, ანუ რეტინოლის საღამოს, განსაკუთრებით როცა რეტინალის საღამო მაქვს, რომელიც ჩემთვის რეალურად ყოველი მეორე საღამოა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ უფრო რეტინალზე მქონდეს ყურადღება გამახვილებული, თუმცა მე უკვე შემიძლია სხვა უფრო ისეთი აქტიური ინგრედიენტებიც გამოვიყენო, რაც პრობლემა არ არის რეტინალთან ჩემი კანისთვის, თუმცა თუ განსაკუთრებით ახლა გადახვედით რეტინალზე. მაინც გირჩევთ, რომ ფრთხილად დაიწყოთ, პილინგს ნუ გამოიყენებთ რეტინოლის საღამოს, კანის დატენიანება არ დაგავიწყდეთ, რაც არ უნდა კარგი დამატენიანებელი ინგრედიენტები გქონდეს თქვენი რეტინალის შრაც, დამატენიანებელი არის მაინც სხვა. დამატენიანებელი არის რუტინის სხვა საფეხური. რეტინოლი დამატენიანებელს ვერ არაცვლებს. ეს კითხვა არის ხშირად. კი, ზეთოვანი რეტინოლის შემდეგაც კი. აი მაგალითად ორდინერს აქვს ზეთოვანი რეტინოლი, კოზარექს აქვს ზეთოვანი რეტინოლი. კი, იმათ ზემოდანაც დამატენიანებელი არის აუცილებელი. რეტინოლი დამატენიანებელი არ არის, მიუხედავად იმისა, ზეთოვანი ტექსტურაც რომ გქონდეს. მე დავიწყებ შრატით, ეს არის პურიტოს აზიური სენტელას შრატი, პარფიუმის გარეშე ხაზიდან, რომელიც არის სულ ცოტა რამოდენიმე გამოყენება დამრჩა სხვათა შორის შიგნით ამ შრატითაც ისიამოვნე ძალიან. ოკეი, მოდით მე ჩემი Word დოკუმენტი მაქვს, რა თქმა უნდა, სადაც ყველაფერი ჩავინიშნე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ამ პროდუქტს ტესტავდი, ზუსტად იგივე მქონდა გაკეთებული ორდინერის პროდუქტთან დაკავშირებით და მე ზუსტად შეგვიძლია ყველაფერი შევადაროთ ერთმანეთს. რომ დავიწყოთ K-Secret-ის პროდუქტით, მოცულობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი, ეს არის 30 მილilitrიანი შრატი, რომლის ფასიც სხვადასხვა საიტებზე ძალიან განსხვავდება. $17-დან დაწყებული, $22-ით დამთავრებული, ყველგან აი ამ ფასებში შეგიძლიათ იპოვოთ. ჩემი პროდუქტი არის სტაილვანადან. ფორმატი პროდუქტის, როგორც გითხარით, არის შრატი. როგორც ბრენდი თვითონ ამბობს, პროდუქტი გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგოდ, პიგმენტაციაზე, კანის ტექსტურაზე და ზოგადად მოშვებულ პრობლემურ კანზე. მთავარი დადებითი შრატის არის, რა თქმა უნდა, ასაკობრივი მოქმედება კანზე, კანის ტონი და ფერი უნდა გააუმჯობესოს, ერთიანობაში მოიყვანოს, ფორებზეც დადებითად მოქმედებს, ფორების ხილვადობას ამცირებს, კანის ტექსტურას აუმჯობესებს. თვითონ ბრენდი ოფიციალურ საიტზე ყველა კანის ტიპისთვის უწევს რეკომენდაციას ამ პროდუქტს, ასევე ცნობიარე კანისთვისაც და განსაკუთრებით გამოყოფილი აქვთ ასაკოვანი კანი. რა თქმა უნდა, საღამოს რუტინაში თვითონ, რა თქმა უნდა, თავისი პროდუქტების რუტინაში უწევენ რეკომენდაციას გამწმენდი, ტონერი, ესენსია და შემდეგ ეს შრატი, ანუ შრატის ადგილზე, შემდეგ დამატენიანებელი.
ბოლოში მზის განდამცავიც აქვს, თუმცა ამაში იგულისხმება, რომ მეორე დილით მზის განდამცავის გამოყენება არ უნდა დაკარწყდეთ. საღამოს რუტინაში მზის განდამცავის გამოყენებას არ გირჩევენ ამ ფოტოზე, ხა რომელსაც გაჩვენებთ, ამაში იგულისხმება ის, რომ როცა საღამოს განსაკუთრებით, ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში ახლა არ აქვს მნიშვნელობა რეთინოლის საღამო ქონდა თუ არა, მეორე დილით მზის განდამცავი ისედაც აუცილებელია, ეგ ვიცით, მაგრამ განსაკუთრებით როცა რეთინალს იყენებ, მეორე დილით მზის განდამცავი არ უნდა დაგავიწყდეს და ამასაც უსმევენ, რა თქმა უნდა, ხას. თვითონ შეფუთვას რაც შეეხება, როგორც გითხარით, ფამფის შეფუთვა არის 30 მილiliტრიანი, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს გადა. რაც შეეხება პროდუქტის ტექსტურას. შრატის ტექსტურა აქვს, როგორც გითხარით, მე 2 ფამფს ვისმევ თელს სახეზე. ძალიან თხელი, ესეთი კლასიკური თხელი, აი წყლის ბაზისის შრატის ტექსტურა აქვს, რომელიც ძალიან მარტივად ნაწილდება კანზე, ძალიან სწრაფად შეიწოვება. წებოვანების ეფექტი არანაირად არ აქვს, ძალიან რბილი, ძალიან სასიამოვნო, ძალიან დამატენიანებელი ჰიდრატორი, რბილი ტექსტურა აქვს. აი არაჩვეულებრივი ტექსტურის შრატია, არაჩვეულებრივი. არ მაინტერესებს რა ტიპის კანი გაქვთ, რამდენად ცხიმიანი, რამდენად ასაკოვანი, რამდენად გამომშრალი. რას იყენებთ სხვას? ამ შრატით ნებისმიერმა შეიძლება ისარგებლოს. საერთოდ გქონიათ თუ არა ოდესმე რეთინოლი რუტინაში. დამიჯერეთ, ამ შრატთან მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გვაქვს 2%-იანი რეთინალის ლიპოსომური კომპლექსი. ლიპოსომური კომპლექსი ნიშნავს მიწოდების სისტემას. ეს არის ლიპოსომური გარსი, რომელშიც მოთავსებულია რეთინალი, რაც კანთან შეხების კონტაქტის შემდეგ იხსნება ეს ლიპოსომური გარსი ნელ-ნელა და რეთინალი ნელ-ნელა იშლება კანში. ანუ უფრო ამსუბუქებს რეთინოლის მოქმედებას, უფრო ნელს ხდის, შესაბამისად შესაძლო გაღიზიანებაც მცირდება. რეალურად გეტყვით, თუ უშუალოდ რომელიმე ინგრედიენტზე პროდუქტში, არა მხოლოდ რეთინალზე, რომელიმე ინგრედიენტზე პროდუქტში ალერგიული არ ხართ და ალერგიულ რეაქციას არ მოგცემთ. ეგ აბსოლუტურად სხვა თემა, ვიცით ხო? ყველაფერზე შეიძლება ვიყოთ ალერგიული, ტურიდან დაწყებული, მარწყვით დამთავრებული. აბსოლუტურად სხვა თემა. ამას რეთინალის გამოყენება არ გამოყენებასთან საქმე არ აქვს. თუ ალერგიული რეაქცია არ გექნებათ, აი რა გითხრათ, თუ გადასვლა გინდათ რეთინალზე, დაწყება გინდათ რეთინალის, ან საერთოდ არ გინდათ ამ საფეხურების გავლა, ჯერ რეთინოლის თვეების განმავლობაში, მერე რეთინალზე გადასვლა და ასე შემდეგ, მაინც არაჩვეულებრივი პროდუქტი იქნება დამწყებთათვის. 2%-იანი ლიპოსომური რეთინალის კომპლექსი ნიშნავს 0.02% სუფთა რეთინალს. ამ რეთინალის შრატში სუფთა რეთინალის რაოდენობა არის ზუსტად იმდენივე, რაც Beauty of Joseon-ის თვალის რეთინალის შრატში, რომელიც უფრო კარგად არის ჩვენს community-ში აქ ნაცნობი. იცით რომ ჩვენს გვაქვს ეს პროდუქტი, ჩვენს online shop-ში და ჩვენი მომხმარებლებიც კარგად იცნობენ. იცით რომ მე 2 წელიწადზე მეტია შეუწყვეტლივ ვიყენებ ამ პროდუქტს და მუდმივად მაქვს ჩემს თავის მოვლის რუტინაში და მუდმივად გესაუბრებით ყველა ფავორიტების თუ წლის ფავორიტების ვიდეოში ამ პროდუქტის შესახებ. ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ბევრი თქვენგანი არის 10-დან 8 მაინც ამ პროდუქტს უკვე ძალიან კარგად იცნობს, ან გამოუყენებია, ან უნახავს მე როგორ ვიყენებ ჩემს რუტინაში და შესაბამისად უფრო აქვს წარმოდგენა რა სიძლიერის რეთინალის პროდუქტის შესახებ ვსაუბრობთ. იგივეა ამ შრატის შემთხვევაშიც. ანუ ის რეთინალი, რასაც ამ პროდუქტში ჩვენ თვალზე ვიყენებთ, იმდენად მსუბუქია, რომ თვალზე ვიყენებთ. დამწყებთათვისაც კი სახეზე გამოსაყენებლად ვურჩევთ და ასე შემდეგ. ბევრჯერ ვისაუბრე ამ პროდუქტის შესახებ, ხო? იგივეა ამ შრატის შემთხვევაშიც. Also, ანუ რასაც Beauty of Joseon-ი თვალზე გამოსაყენებლად გვირჩევს, K-Secret-თან იგივე გვაქვს ზუსტად სახეზე გამოსაყენებლადაც. ამიტომ თუ სიძლიერე გაინტერესებთ, ზუსტად რო იცოდეთ რაში იხდით თანხას და რეალურად რა რეთინოლს იღებთ, ეს არის 0.02%-იანი რეთინალის სიძლიერის შრატი. გარდა რეთინალისა, არაერთი არაჩვეულებრივი ინგრედიენტია კიდე შიგნით, რომელსაც სამწუხაროდ მაგალითად ორდინერის რეთინალთან ვერ შეხვდებით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც მე ვფიქრობ, რომ ამ საოცარ ტექსტურას აძლევს შრატს, არის შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტი, რომელიც 58%-იანი შემცველობით არის პროდუქტში. ჯერ ერთი საკმაოდ იშვიათად იპოვით შავ ჯინსენს პროდუქტებში და მით უმეტეს ამ პროცენტული მაჩვენებლით. ასევე პროდუქტში გვაქვს ნიაცინამიდი, მაკადამიას ზეთი, ბითეინი, E-ვიტამინი,
ადენოზინი, მზესუმზირის ზეთი, პრიოეთილ ასკორბილ ასიდი, ერთ-ერთი ცხიმოვანი ფორმა ასკორბინის მჟავის, რა თქმა უნდა, აქ პროცენტულ მაჩვენებელს არ გვეუბნებიან, ანუ ეს ის თემა არ არის, რომ C ვიტამინს გამოყიდულობთ ამ შრეთს, მაგრამ დავატებთ თუ გვაქვს შიგნით, რატომაც არა. ბაკუჩიოლი, პროცენტულ მაჩვენებელს აქაც არ გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენი საყვარელი ბაკუჩიოლიც გვაქვს შიგნით და არაჩვეულებრივი ამინო მჟავების კომპლექსი. ძალიან ისე გემრიელად დამზადებული პროდუქტია. პროდუქტი, სადაც მხოლოდ რეთინალზე არაა ყურადღება გამახვილებული. და იმაზეა ნასრუნი, რომ სხვა დანარჩენი ინგრედიენტებიც არის ნაზი. არის, ესე ვთქვათ, იდეალურად კომპლიმენტს ეუბნებიან ეს ინგრედიენტები ერთმანეთს პროდუქტში. მაგ მხრივ ორდინერის რეთინალთან შედარებით ნამდვილად დიდი პლუსი აქვს ამ პროდუქტს. ის სხვა დანარჩენი ინგრედიენტებიც მოცულობა ასევე ერთ-ერთი დიდი პლუსია, იმიტომ რომ ორდინერი ვიცით რომ მხოლოდ 15 მილilitrია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც მხოლოდ 2 ფამფი გჭირდება, აქ ფამფში ცოტა უფრო მცირე რაოდენობის პროდუქტი ჩამოდის, იმიტომ რომ ამასთან შედარებით პროდუქტის ტიპი აქ გვაქვს ემულსია შრატი, ანუ ამას ოდნავ უფრო მეტი ტექსტურა აქვს, ოდნავ უფრო სქელია, ვიდრე ეს. მიუხედავად იმისა, რომ აქაც ფამფის შეფუთვა გვაქვს, აქ ოდნავ უფრო სქლად ჩამოდის პროდუქტი, მაგრამ ასევე არაჩვეულებრივად ნაწილდება კანზე, არაჩვეულებრივად ძალიან სწრაფად შეიწოვება, არანაირ წებოვან ეფექტს არ ტოვებს კანზე, შემდეგი პროდუქტებიც არაჩვეულებრივად ტარდებიან ზემოდან, მაგ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ერთადერთი თემა ფორმულაციას როცა ეხება საქმე, აქ იმარჯვებს K-Secret-ი, იმიტომ რომ სხვა არაჩვეულებრივი ინგრედიენტებიც არის შიგნით ისეთი, რომ ესაა უფრო მულტიფუნქციური პროდუქტი. მასში გულისხმობა ის, რომ ეს შრატი რომ გაქვთ საღამოს რუტინაში, იმ საღამოს სხვა მეტი არაფერი არ გჭირდებათ. სირბილესაც გაძლევთ, ჰიდრაციასაც გაძლევთ, დამატენიანებელი, დამარბილებელი ფორებისთვის და ასე შემდეგ შრატები. ყველაფერია რეალურად შეგნით. შეიძლება ისეთი ძლიერი პროცენტული მაჩვენებლით არა როგორც თქვა ცალკე 10%-იანი ნიაცინამიდის შრატი ქონდეს ან ცალკე 15%-იანი C ვიტამინის შრატი, მაგრამ როცა ამ პროდუქტს იყენებ, ყოველ შემთხვევაში ის მომენტი არ გაქვს, რომ ის სხვა დანარჩენი პროდუქტები და ინგრედიენტები დაივიწყე და გამოტოვე. ამ პროდუქტში იღებთ მხოლოდ რეთინალს. თუმცა სამაგიეროდ ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი რაც ორდინერის რეთინალს აქვს, არის ის, რომ 0.2%-იანი რეთინალია შიგნით. ანუ K-Secret-ის შემთხვევაში გვაქვს 0.02, ორდინერის შემთხვევაში გვაქვს 0.2. რაც რეალურად ჩემი აზრით უკვე ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. თუნდაც პირველივე გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე რეთინალზე დიდი ხანია ვარ უკვე გადასული და ავენეს რეთინალს ვიყენებდი და რეთინალი ჩემთვის სიახლე ნამდვილად არ იყო, ორდინერის გამოყენება რო დავიწყე 0.2%-ზე რო გადავედი, სიმშრალე მაინც გამოიწვია ნიკაპზე და განსაკუთრებით ტუჩის გარშემო და მივხვდი, რომ ოკეი, ცოტა ახლოს მომწია ტუჩის კონტურთან, რადგან არ მეგონა, რომ ეგ რაღაცა პრობლემას გამოიწვევდა და როგორც ჩანს ისე არ მოვერიდე. ცოტა ესე თავისუფლად რეთინალი ახლა დიდი ამბავი. ამდენი ხანია ვიყენებ. არა. მაგაზევე მაშინვე მივხვდი, რომ მეორე დილითვე, რომ ოკეი, ორდინერი არ თამაშობს. აქ სერიოზული სიძლიერის რეთინალს გვაძლევენ, რომელიც შედეგს იძლევა და ჩემი კანისთვის ნამდვილად იძლევა შედეგს. პირველივე შეფუთვა რო დავცალე, ეს უკვე ჩემი მეორე შეფუთვა. ამ პროდუქტის მეორე შეფუთვა მაქვს გახსენე რომ იცოდეთ, იმიტომ რომ წინა წლის ფავორიტების ვიდეოში მოხვდა, პირველ ადგილზე გავიდა შრატების კატეგორიაში ორდინერის ეს პროდუქტი. არ ფიქრობთ რომ ის ძველი პროდუქტია, რომელიც ახლა აქ მაქვს. კიდევ ერთი ახალი შეფუთვა რა თქმა უნდა შევიძლია. ამისი გამოყენება რომ ერთი თვე მარტო ამას ვიყენებდი იანვარში, ეს არ გამომიყენებ, იმიტომ რომ მინდოდა მენახა ეს ცალკე თავისთვის რა შვება, იმიტომ რომ ამასთან ერთად თუ გამოვიყენებ გვერდით, მაშინ რევიუსთვის ცოტა არ იქნებოდა კორექტული ეგ ამბავი. ამიტომ იანვარში ეს არ გამომიყენებია. იანვარში მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ ამას ვიყენებდი და მივხვდი, რომ ლაქებს ცოტა გაუგრძელდა ჰორმონალური გამონაყარის შემდეგ ალაგება. ოდნავ კომედონური პატარა ბურთულები, რაღაცები, ანუ მივხვდი, რომ აი ძლიერი რეთინალი, რასაც ჩემი კანი უკვე ისედაც მიჩვეულია და ის პატარ-პატარა დეტალები და პრობლემები, რასაც ამის გამო რეთინალის გამოყენების გამო ვერ ვხედავ ხოლმე კანზე. ოკეი, ხოცი ახლოდან რო აკვირდები საკუთარ კანს საკიში დავინახე, შევამჩნიე. ოკეი. და მე მივხვდი, რომ ოკეი, მე უნდა დავუბრუნდე ისევ ჩემს ძლიერ რეთინალს და თებერვალში დავიწყე ისევ ამისი გამოყენება. ეს ჩემთვის იყო იმ საღამოებისთვის, როცა ამას არ ვიყენებდი. ანუ რეთინალის არასაღამოს დროს ვიყენებდი K-Secret-ის ამ რეთინალს. ჩემთვის ესეთი ტექსტურა ქონდა, იმიტომ რომ ამას ვიყენებ უკვე საუკუნეა და რეალურად ჩემთვის თემა იყო, რომ იგივე პროდუქტის გამოყენება
გამეგრძელებით. მარტო თუნდაც შავი ჯინსენის გამო გავაგრძელებ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ამის გამოყენებას და დამწყებებს გირჩევთ ყოველთვის დიდი სიამოვნებით, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის, რომლებიც, არ ვიცი, ავენეს ღამის პილინგს იყენებდით რეთინალს, თუნდაც ეხა ორდინერის რეთინალი გამოიყენეთ და თქვათ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს სადმე თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს, სადმე ფასდაკლებაზე დაინახეთ, არ ვიცი და ოკეი, ხო არ გადავიდე, თუ უფრო მოსახერხებელი იქნება სხვადასხვა მიზეზების გამო, ხო? იგივე სიძლიერეზე ვერ რჩებით. ეგ გაითვალისწინეთ. ინსტრუქცია ორივე ბრენდს არაჩვეულებრივი აქვს, მათ საიტზე არაჩვეულებრივად გიხსნიან ზუსტად რაც შეიცავს პროდუქტი, ზუსტად როგორ უნდა გამოიყენო, როგორ უნდა დაიწყო გამოყენება, ჩართო შენს თავის მოვლის რუტინაში, ზუსტად რა სიღრებს შეფუთვაში. ასეთ რაღაცებში ორივე ბრენდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ორივე ბრენდი ძალიან კარგად გიხსნით, თუ არ ხართ გარკვეული ამ თემაში, ზუსტად რას რთავთ და რას იყენებთ თქვენს თავის მოვლის რუტინაში, მაგ მხრივ ნამდვილად ორივე ბრენდს პლუსი უნდა დავუწერო. ტექსტურაში როგორ ტარდება კანზე, როგორ შეიწოვება, სხვა პროდუქტები როგორ ტარდება ზემოდან, ორივე ბრენდს აუცილებლად პლუსი უნდა დავუწერო. შეფუთვებში ორივე ბრენდს აუცილებლად პლუსი უნდა დავუწერო, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ფამფი გვაქვს. უფრო მეტი პუნქტი, რა თქმა უნდა, ეკუთვნის case secrets იქიდან გამომდინარე, რომ 30 მილilitrიანი შეფუთვის შესახებ ვსაუბრობთ, ანუ აქ ორიჯერ მეტ პროდუქტს იღებთ, ვიდრე ორდინერისთან. სამაგიეროდ ორდინერისთან ბევრად უფრო ძლიერ რეთინალს იღებთ, ვიდრე case secrets-თან. რეალურად ორივე პროდუქტს ყავს თავისი მომხმარებელი. ძალიან გთხოვთ ისე არ მიიღოთ ეხა ეს განხილვა და ეს ვიდეო, კარგს და ცუდს ვადარებდეთ ერთმანეთს. არანაირად ისე ძალიან მომეწონა ეს პროდუქტი. ხშირად ნახავთ კიდე ჩემს რუტინაში და ფავორიტების ვიდეოში და ახალ პროდუქტს ველოდები უკვე როგორც გითხარით და დავიწყებ აუცილებლად გავაგრძელებ უბრალოდ ავუცილებლად გამოყენებას. ანუ ძალიან გთხოვთ ეს ისე არ მიიღო, ერთს გირჩევდეთ და მეორეს არა ან რაიმე მსგავსი. არა, ორივე პროდუქტს ეყოლება თავისი მომხმარებელი. ის რომ მე თავისუფლად შემიძლია 0.2%-იანი რეთინალის გამოყენება, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ასეთი ძლიერი რეთინალის გამოყენება, ეს იმას ანიშნავს, რომ ყველას შეუძლია. რომ ყველასთვის არის. ზოგადად შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხმამაღლა საჯარო განცხადება გავაკეთოთ, რომ აი ეს არის და ეს რაღაც საჭიროა. არა. ეს არის საჭირო ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რეთინალის გამოყენებას, ახლა გადადიან რეთინოლიდან რეთინალზე. ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან მგრძნობი არეკანი აქვთ. ადამიანებს, რომლებსაც ეგზემა და როზაცია აქვთ და უჭირთ ზოგადად რეთინოლის შერჩევა და ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ადამიანები, რომლებთა კანიც ძალიან მარტივად ღიზიანდება ხოლმე, როცა აქტიური ინგრედიენტების ჩართვას იწყებენ თავის მოვლის რუტინაში. ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე არ ვიცი, თუნდაც მაინც არ ვიცი რატომ, მაგრამ ოკეი, ყველას გადაწყვეტილება თავისი გადაწყვეტილება არის ზაფხულში ერიდებიან რეთინოლის გამოყენებას, ან მით უმეტეს ვთქვათ, რეთინალს არ გამოიყენებენ, რომ არ შეწყვიტოთ საერთოდ რეთინალის გამოყენება და შემოდგომაზე მე თავიდან არ მოგიწიოთ ისევ დაწყება. მე ვფიქრობ, რომ იდეალური პროდუქტი იქნება ზაფხულისთვის, იმიტომ რომ არ ვიცი რა საფეხურზეც არ უნდა იყოთ რეთინოლის გამოყენების და როგორადაც არ უნდა გეშინოდეთ ამ ინგრედიენტის გამოყენება, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მაინც არანაირი პრობლემა არ იქნება. მოკლედ, ამას თავისი პლუსები აქვს და დარწმუნებული ვარ ამ პროდუქტს თავის მომხმარებელი ეყოლება, ამას თავისი პლუსები აქვს და დარწმუნებული ვარ ამას თავისი მომხმარებელი ეყოლება. თქვენ რომელი ხართ? ძალიან გთხოვთ ეგ კითხვა კომენტარებში არ დამისვათ. თავს წევიქცევ. ამ ხელა ვიდეოში იმის ახსნას ვცდილობ, რომ თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის. თქვენი რუტინიდან, თქვენი კანის მდგომარეობიდან, თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად. აღწერე ორივე კატეგორიის ადამიანები. ეს ვისთვის არის და ეს ვისთვის არის. თქვენ რომელი კატეგორიის ადამიანი ხართ და თქვენი კანის ტიპი რომელ კატეგორიას ეკუთვნის, მაგისი ცოდნა და გადაწყვეტა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ. ოკეი, ხა თან ვუყურებ ჩემს ჩანიშნულ რაღაცებს, რომ რამე ხო არ გამომრჩა, ყველაფერი ხო გითხარით. კიდევ რაც შემიძლია ერთი დეტალი გითხრათ. ამ ბრენდის, ამ ხაზის, ზუსტად რეთინალის თვალის კრემიც აქვთ. ზუსტად 30 მილilitrიანი შეფუთვით, როგორც ეს, ერთი-ერთში მოცულობა. უბრალოდ ის არის 4%-იანი რეთინალის ლიპოსომის კომპლექსი. რაც იმას ნიშნავს, რომ თვალის რეთინალი უფრო ძლიერი აქვთ, ვიდრე სახის. მე თვითონაც არ ვიცი რატომ, საიდან და როგორ მოხდა და წამოვიდა ეგ ამბავი, მაგრამ ფაქტია რომ ასეა. თვითონ თავის ოფიციალურ საიტზე იმ თვალის რეთინალსაც რეალურად როგორც სახე პლუს თვალი. ესე უწევენ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ტექსტურაზე და ფორებზე და ესეთ რაღაცეებზე, კანის ტონზე და ფერზე და ესეთ რაღაცებზე უწევენ თვალის რეთინალსაც რეკომენდაციას და იმისი ფოტოები აქვს და იმისი აღწერა და ასე შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სახეზე გამოსაყენებელი შრატი არის ისიც, როგორც ეს, უბრალოდ ჩემი აზრით თვალი, ამას ხშირად აკეთებს სხვათა შორის კორეული ბრენდები, უწერიათ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გაჩვენონ, რომ ორი ერთში თვალი პლუს სახე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროდუქტი. რეალურად, როცა ჩვეულებრივი შრატის 30 მილilitrიანი შეფუთვა არის, ისევე როგორც
Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალი. ის თვალის რეტინალი მე დავამატე ჩემს შოპში, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ ამის დამატებას ჯობდა პირდაპირ თვალის რეტინალი დამემატებინა, იმიტომ რომ ვისაც სახე პლუს თვალი გინდათ უფრო მსუბუქი 0.02%-იანი რეტინალის გამოყენება, მაგისთვის გვაქვს Beauty of Joseon-ის თვალის შრატი და ბევრი ჩვენი მომხმარებელი ეგრეც იყენებს. თელ სახეზე და პლუს თვალზეც და ასე გადავიდნენ ზოგადად რეტინალზე. იგივე სიძლიერის, იგივე მოცულობის, ისევ კორეული ბაზრიდან კიდევ ერთი შრატი რომ დამემატებინა, მართალი გითხრათ, დიდად მაგისი აზრი ვერ დავინახე. არ ვიცი თუ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება, შეიძლება ვიფიქრო მაგაზე, მაგრამ არც არავის არ მოუთხოვია ეს შრატი, იმიტომ რომ ვინც თვალის შრატი შეიძინეთ, ყველამ თქვით, რომ ასევე სახეზეც იყენებთ, ისევე როგორც ამ პროდუქტს და რეალურად თქვენთვის იყო ერთი საფეხურით მაღლა ასვლა რეტინალებში, იმიტომ რომ ეს 0.02-ია და ის 0.04. შესაბამისად, ამისი ადგილი ვეღარ დავინახე ჩვენს შოპში, იმიტომ რომ ეს გვაქვს და ის ან ხაზიდან თვალის გვაქვს. რო ჩვენ ახლა როგორც პატარა შოპს იმისი ფუფუნება არა გვაქვს, რომ მილიონი სხვადასხვა ერთ და იგივე დანიშნულების პროდუქტი გვედოს თაროზე სამწუხაროდ. სამწუხაროდ მაგისი ფუფუნება ჯერ არ გვაქვს, ამიტომ უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთო ხოლმე, რას ვირჩევ და რას არა, რა შევიხდი ფულს, რომ გქონდეს ჩვენს შოპში წარმოდგენილი და თქვენ რაზე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ფულს გადაიხდით და თქვენთვის საინტერესო იქნება. ამიტომ ავირჩიე პირდაპირ თვალის შრატ რეტინალი, რომ სახეპლუს თვალი შეძლოთ გამოყენება. თუ გაქვთ რაღაცა რეტინალის პროდუქტი, რომელიც ისე დეტალურად გინდათ რომ განვიხილოთ, არ აქვს მნიშვნელობა დასავლური ბაზრიდან იქნება, კორეული ბაზრიდან იქნება, სიამოვნებით შემეხმიანეთ კომენტარებში, დამიტოვეთ ბრენდის სახელები, ეხლა ცოტა რიგი გვაქვს როგორც ხედავთ, მაგრამ სამომავლოდ ჩავინიშნავ აუცილებლად. ოკეი, თუ კიდე რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, ზოგადად რეტინოლთან დაკავშირებით, რეტინალთან დაკავშირებით, მე ხა ცოტა ისე ვისაუბრე ამ პროდუქტების შესახებ, რომ ავტომატურად ჩავთვალე, რომ ყველა ვიცით რა არის რეტინალი, მაგრამ თუ ვინმესთვის ეს სიახლეა, დეტალური ვიდეოები მაქვს რეტინოლზე, ზოგადად A ვიტამინის ოჯახზე, რომელ სიძლიერეზე და საფეხურზე დგას და ასე შემდეგ. ყველა ვიდეოში ყოველთვის ყოფილი თავიდან რო არ გავიმეორო, აუცილებლად დაგიტოვებთ პლეილისტს, სადაც ვიდეოების სერია იქნება ერთი პროდუქტი, ერთი ვიდეო და ერთი კონკრეტული ინგრედიენტის და პროდუქტის შესახებ ვსაუბრობთ ერთ ვიდეოში და მიყევით ბევრ საინტერესო ინგრედიენტს გაიცნობთ მაგ ვიდეოების სერიაში. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!